აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე თორნიკე რიჟოძემ თვითმკვლელობას სცადა, რომელიც გვიან ღამით კლინიკაში გადაიყვანეს და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ცნობილია იმ წერილის შინაარსიც, რომელიც რიჟოძემ თვითმკვლელობის მცდელობისას დაწერა. ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმა დავიღე, ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია. მაბრალებენ იმას, კორუფციას და ბარიგების მფარველობას, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე. დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა, შენ ნომერ პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში. დათა, კაცური კაცი გაიზარდე. მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო. ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ყველა ჩემი დავალებით და მიდითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდას ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს. წერს თორნიკე რიჟოძე. თორნიკე რიჟოძის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228 მუხლით ბრალდებული სახით დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი.